გავაგრძელოთ საუბარი სამკუთხედის თვისებებთან დაკავშირებით და გავეცნოთ კიდევ ერთ საინტერესო თვისებას. Თქვათ, მოცემულია ABC სამკუთხედი ნებისმიერი და ამ სამკუთხედის შიგნით ნებისმიერად არის აღებული რაიმე D წერტილი. აი ეს. თუ D წერტილს შევაერთებთ A და C წვეროსთან, მაშინ შედეგად შექმნილი კუთხე ADC, ანუ კუთხე ADC, ვთქვათ, ის არის ალფა, უდრის აღნიშნული კუთხეების ჯამს, კუთხე ბეტას დამატებული კუთხე გამა და დამატებული კუთხე დელტა. ამ საინტერესო თვისების გამოყენებით ჩვენ შევეცადოთ ამოხსნათ შემდეგი სახის ამოცანა. ვთქვათ, მოცემულია ABC სამკუთხედი, რომელიც არის სტოლგვერდა. ABC სამკუთხედის შიგნით აღებულია D წერტილი და D წერტილი შეერთებულია B-სთან და C წვეროსთან. შედეგად შედგენილი კუთხე BDC უდრის 90 გრადუსს, ანუ მართია. ასევე ვიცით DCB კუთხე, რომელიც უდრის 42 გრადუსს და უნდა ვიპოვოთ კუთხე ABD. ანუ აი ეს კუთხე უნდა ვიპოვოთ. დავიწყოთ ამოხსნა. გამოვიყენოთ პირობა, რომ ჩვენი მოცემული სამკუთხედი არის ტოლგვერდა. რადგან სამკუთხედი არის ტოლგვერდა, ესე იგი შიგა კუთხე, თითოეული შიგა კუთხე უდრის 60 გრადუსს. იგი კუთხე A უდრის 60 გრადუსს, კუთხე C-ც უდრის 60 გრადუსს და კუთხე B-ც უდრის 60 გრადუსს. ნედან კუთხე C უდრის 60 გრადუსს, ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ კუთხე ACD. ანუ ეს კუთხე. ეს კუთხე უდრის 60 გრადუსს გამოკლებული 42. ანუ 18. ეს კუთხე ყოფილა 18 გრადუსი. ჯამს მიეთ ნახსენები თვისების თანახმად კუთხე BDC, ანუ ეს კუთხე უდრის ამ კუთხეს ACD კუთხეს დამატებული კუთხე ABD და დამატებული კუთხე A. ჩავწეროთ შესაბამისი გრადუსული ზომები, რაც ვიცით. BDC კუთხე არის 90 გრადუსი, ACD მივიღეთ 18, ABD არ ვიცით, ის უნდა ვიპოვოთ. კუთხეც არის 60 გრადუსი. ამ განტოლებიდან შეგვიძლია დავთვალოთ, რომ კუთხე ABD უდრის 90 გრადუსს, მინუს 60 გრადუსი და მინუს 18, რაც უდრის 12 გრადუსს. ან ჩვენი საძიებელი კუთხე ყოფილა 12 გრადუსის ტოლი.